ჩვენ დავასრულეთ შესავალი და იმედი მაქვს რომ გაეცანით სინტაქსის თავისებურებებს და ახლა წინ რომ წავეწიოთ, უნდა დავიწყოთ ახალი თემა, მეხსიერება და პოინტერები. რატომ არის ეს თემა ესეთი მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ თუ გვინდა სიზე დავწეროთ რაიმე ღირებული და პრაქტიკული დანიშნულების, ჩვენ აუცილებლად უნდა გვესმოდეს ის საშუალებები, რასაც ციფ თავაზობს მეხსიერების სამართავად. მოკლედ, დავიწყოთ ჩვენ ყველაზე მარტივით და პირველ რიგში რაც უნდა გვესმოდეს, ეს არის პოინტერები. თუმცა სანამ პოინტერებზე გადავალთ, მოდი ჩავიჭრიტოთ კომპიუტერის მეხსიერებაში და გავიგოთ რა ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვცდილობთ ცვლადების გამოცხადებას. დავუშვათ გვაქვს ჩვენ main-ი ესეთი სახით და ვაცხადებთ რაღაც int ტიპის იცვლას, რომელსაც ვანიჭებთ მნიშვნელობა 6. ამ დროს რა ხდება ახლა? კომპიუტერი ამ იცვლადისთვის გამოყოფს ადგილს მეხსიერების იმ ფრაგმენტში, რომელსაც ქვია stack-ი. ასევე დავუშვათ თუ ჩვენ ყველა ფუნქციის გარეთ გამოვაცხადებთ რაიმე ცვლადს, ანუ გლობალურ ცვლადს, კომპიუტერი მისთვის გამოყოფს ადგილს მეხსიერების იმ ფრაგმენტში, რომელსაც ქვია globals და რომელიც არის გლობალური ცვლადებისთვის განკუთვნილი. დავუშვათ ახლა კომპიუტერმა ამ ჩვენი იცვლადისთვის გამოყო მეხსიერებაში ადგილი და მისი მისამართი არის რაღაც აი ესეთი რიცხვი. და ჩვენ ვანიჭებთ აი ამ ის მნიშვნელობა 6. რა ხდება ახლა მეხსიერებაში აი ამ მისამართზე, რაც არის ამ იცვლადისთვის, ჩაიწერება ეს მნიშვნელობა 6. და ამ გაკვეთილში რაც მინდა რომ გავაკეთოთ, ეს არის ჩვენ რომ გამოვაცხადოთ ცვლადი და შემდეგ ჩვენ დავბეჭდოთ ამ ცვლადის მისამართი მეხსიერებაში. მოდი გავაკეთოთ ფაილი და მას უწოდოთ memory.c. აი დავუშვათ გვაქვს რაღაც int ტიპის ცვლადი i და მას ვანიჭებთ 6-იანს. და ახლა დავბეჭდოთ printf i is stored at და აი აქ დავბეჭდოთ ესეთი სახით %i და შემდეგ ხაზზე გადატანის. თვის დავბეჭდოთ backslash-n. ამის შემდეგ როგორ ვიქცევით, ესე იგი ჩვენ აქ უნდა ჩაუწეროთ, რადგან გვაქვს ეს პროცენტის ნიშანი და p აქ იბეჭდება ესე იგი რაღაც მნიშვნელობა და აქ ჩვენ ჩავწერთ ესეთ რამეს ამპერსანტი და i. ეს ამპერსანტი და i არის მეხსიერების მისამართი, სადაც არის ეს იცვლადი განთავსებული. ანუ ეს არის მისამართი. მოდი ახლა დავაკომპილიროთ და ვნახოთ. და აი როგორც ხედავთ, იმუშავა ჩვენმა პროგრამამ და დაგვიბეჭდა i is stored at რაც აი ეს მისამართი. მოდი კიდევ გავუშვათ. კიდევ იმუშავა ჩვენმა პროგრამამ და დაგვიბეჭდა ეს მნიშვნელობა. მოდი შემოვიღოთ რაიმე მეორე ცვლადი ჟ მაგალითად და მივანიჭოთ 14 და ამ შემთხვევაშიც დავბეჭდოთ მისამართი. ის მისამართი, რომელზეც არის ეს ჟ. და აი მართლაც იმუშავა ჩვენო პროგრამამ და დაგვიბეჭდა ამ ჟის მისამართიც.